დღეს არის თქვენ როგორც იცით სულის შაბათი, სულთაობა სხვაგვარად ასეც კი. ესე იგი ზოგჯერ ჩვენ შევხედრივართ, რომ არასწორი წარმოდგენა გვაქვს ხოლმე ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ხვალ არის სულთმოფენობა და ზოგჯერ გონია ადამიანს, რომ ხვალინდელი დღე არის მიცვალებულთა ხსენება. მიცვალებულთა ხსენება არის დღევანდელი დღე, სულის შაბათი. და ხვალინდელი დღე კი არის საუფლო დღესასწაული, ესე იგი სულთმოფენობა, ეკლესიის დაარსების დღე, ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღეა ფაქტიურად ეს დღესასწაული. როდესაც აღდგომიდან 50 დღეს სულიწმიდა გადმოვიდა მოციქულებზე, აღივსნენ სულიწმინდის მადლით, დაიწყეს სხვადასხვა ენაზე მეტყველება. იქ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და მათ უკვირდათ, რომ როგორ ეს გალილეველი უსწავლელი ხალხი როგორ ლაპარაკობს ისე, რომ ყველას ჩვენ ენაზე გვესმის. ხო და აი ეგ არის ზუსტად ღვთის მადლი, რომ ესე იგი როგორც ბაბილონის გოდოლის შენების დროს თქვენ იცით, რომ იქ ღმერთმა ენები შეურია და ვეღარ გააგრძელეს თავისი საქმე და სხვადასხვა ენაზე ამეტყველდნენ, თითქოს აი აქ პირიქით მოხდა, თითქოს ერთი ბაგე გახდა ყველა, ანუ ყველას ესმოდა თავის ენაზე ღვთის სადიდებელი და ღვთის სიტყვის ქადაგება. აი ეს არის ხვალინდელი დღე, ამაზე კიდევ ხვალ ვისაუბრეთ, მაგრამ დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ესე იგი აი მიცვალებულებს ვიხსენებთ ჩვენ და ზოგჯერ არც კი ვფიქრობთ, რომ ჩვენც უნდა გარდავიცვალოთ. ეხლა რამდენი ჩვენთაგანია აქ, რომ შეიძლება აღსარებაც არ უთქვი, საერთოდ არ უთქვია აღსარება. ზოგიერთ ჩვენთაგან შეიძლება რამდენიმე წელი არ უთქვია აღსარება, ვიღაცას რამდენიმე თვე არ უთქვია. ვიღაცამ შეიძლება გუშინ თქვა აღსარება. ხვალინდელი დღე კიდე არც იმას არა გარანტირებული, ვინც გუშინ თქვა აღსარება და დღეს ეზიარა და არც იმას წლებია რო არ უთქვამს და არც იმას საერთოდ რო არ უთქვამს. ხოდა ჩვენ მიცვალებულებს ვიხსენებთ და აი მთავარი რა არის აქ, რომ ღმერთს ვავედრებთ მათ სულებს. მათ რაც ვერ მოასწრეს სიცოცხლეში, რომ სინანული, ესე იგი ღმერთისათვის შენდობა ეთხოვათ, ჩვენ მათ მაგივრად ვეუბნებით, რომ უფალო შეუნდე აპატიე და მათ მაგივრად აი ზოგი რას მოიტანს, ზოგი რას მოიტანს, ხო საკურთხს მოიტანს და უნდა რომ სიკეთე გააკეთოს მიცვალებულის სახელზე, იმიტომ რომ თვითონ მიცვალებული ვეღარ გააკეთოს. შეიძლება სანამ ცოცხალი იყო, კიდევაც გაჭირებულიც დაეპურებინა, შიშველი შეემოსა თუ სხვა, მაგრამ ეხლა ვეღარ გააკეთოს. ამიტომ მიცვალებულთა იმედის თვალი მოპყრობილია თავისი ჭირისუფლის მიმართ, უპირველესად ღვთის მიმართ, რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი ჭირისუფლის ლოცების მიმართ არის მოპყრობილი და ღმერთი სამართლიანია და მოწყალეა, ესე იგი, როდესაც ჩვენ ლოცულობთ ჩვენი მიცვალებულების მიმართ, ღმერთი ისმენს ამ ლოცვას და ჩვენი მიცვალებულებისთვის ეს არის დიდი ნუგეში. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ რომ ღვთის წინაშე წარდგებით, ესე იგი ჯერ ის რომ დაგვრჩება თუ არა აქ მომგონებელი ადამიანი და სულ ვამბობ ხოლმე, რომ მშობელმა შვილი უნდა საფლავზეც მიიყვანოს, ტაძარშიც მიიყვანოს, ასწავლოს მიცვალებულთა მოხსენიება, ასწავლოს რწმენა, ასწავლოს, ესე იგი მთავარი რაც არის. და თუ ამას არ ასწავლის, მაშინ ვიღა დარჩება მომგონებლად, არავინ არ დარჩება. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგებით, რა პასუხი უნდა მივცეთ. ამიტომ აი ადამიანი აღსარებას რო ამბობს, უნდა ისე თქვას, რომ თითქოს აი ბოლო აღსარებას ამბობს. თითქოს აი იმის იქით შეიძლება აღარ მიეცეს მაგის შესაძლებლობა. და ეს უეჭველად ესე იქნება, რომელიღაცა ნამდვილად ესეთი აღსარება იქნება. და ჩვენ არ ვიცით ეგ რომელი იქნება. ამიტომ რადგან არ ვიცით რომელი აღსარება, ყველა აღსარება ეგრე უნდა თქვა, რომ გული გაგისუფთავდეს, აი გულწრფელი იყო.
და დანარჩენი ღმერთმა იცის ახლა. ჩვენ უცოდელობა არ მოგვეთხოვება, არც ერთს არ მოგვეთხოვება. ყოველდღიურად უამრავ ცოდვაში ვარდებით, მაგრამ ჩვენ ის მოგვეთხოვება, რომ როდესაც რაღაცას შევცოდებთ, გულწრფელად მის წინაშე, ვინც ისედაც იცის ჩვენი ცოდვები, არა მოძღვარმა, არამედ ღმერთმა, მის წინაშე ვთქვათ და უთხრათ, რომ უფალო შეგვინდა, გვაპატიე, როგორ ვამბობ ზიარების ლოცვებში. ჩვენო ვითარცა კაცთა შეგცოდეთ და შენ ვითარცა ღმერთმა შეგვინდეო. ეს ბუნებრივი. ჩვენ როგორც ადამიანებმა და ადამიანი ცოდვილია და ეცემა, ჩვენ როგორც ადამიანებმა შევცოდეთ. ზოგჯერ ადამიანი გულს გაიხეთქავს, რომ ამა თუ იმ ცოდვაში ჩავარდი. ეგ გულგასახეთქი კი არ არის. ეგ პირიქით ამპარტავნების ნიშანია, რომ როგორ ჩავარდი მე ამ ცოდვაში. ადამიანი ხარ და ისე ჩავარდი ცოდვაში. მაგრამ შენ როგორც ღმერთმა გვაპატიე, იმიტომ რომ ღმერთი მოწყალეა, მიმტევებელია. როგორც იონა წინასწარმეტყველის წიგნშია, რის სხვა გვიანია და ესე იგი სწრაფ მიმტევებელია. ხოდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჩვენო გწამსო, რომ თუ აღიარებთო ჩვენს ცოდვებსო, ღმერთი მოგვიტევებსო, მაგრამ თუ ვიტყვითო, რომ ცოდვა არ გვაქვსო, მაშინ ვტყუითო და ღმერთსაც მატყუარად გამოვიყვანთო, იმიტომ რომ ღმერთი გვეუბნება, რომ ჩვენ ცოდილები ვართ და ჩვენ თუ ამბობთ, რომ ცოდვა არ გვაქვს, მაშინ ესე იგი ღმერთი ცრუობს, რომ ჩვენ ცოდილები ვართ, ამას ამბობს. მაგრამ თუ აღიარებთ ჩვენ ცოდვას, გწამსრო ღმერთი მოგვიტევებს. და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ ესე იგი ღვთის წინაშე რომ წარდგებით, არაფერი არ გქონდეს გულში დატოვებული და ყველაფერი გქონდეს აღსარებაში ნათქვამი. ეს არის ჩვენი მოღვაწეობა. შეიძლება წმინდა მამები როგორ ამბობენ. ესე იგი, სასწაულთ მოქმედზე დიდიო არისო საკუთარ ცოდვებზე მონანული. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, რომ ესეთი ადამიანი, ვინც სასწაულებსაც ახდენდა, ეშმაკის მზაკრობით დაცემულა კიდეც. მაგრამ და წარწმედილა. მაგრამ ცოდვებზე მონანული არ წარწმედილა არასოდეს. იმიტომ რომ თუ ადამიანი აი ამ სინანულით გარდაიცვლება, ის არ წარწმდება, ის ცხონდება, ღმერთი შეიწყალებს, ღმერთი მოწყალება. და შეიძლება ისე გამოდიოდეს ახლა, რომ აი ჩვენ ვიზედაც ვლოცულობთ, ვიზედაც დარდობთ, ის ცხონებული იყოს. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ მათი მდგომარეობა. და ჩვენ კიდე შეიძლება აღსარებას არ ვამბობდეთ. და საბოლოო ჯამში ის გარდაცვლილი უფრო კარგ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე ჩვენ. იმიტომ ამბობს სოლომონ ბრძენი, რომ მკვდარი 7 დღეს იტირეო და ბრიყვი და უხთო ყოველ დღე სანამ ცოცხალია. აი შეიძლება ადამიანი გარდაცვლილი ყავდეს ვიღაც, მაგრამ იცოდე, რომ ის ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა, ესე გარდაიცვალა. მით უმეტეს ახლა აღარაფერს ვამბობ, რა თქმა უნდა, მე ცოტა ხანი გააჩეროს უთხარი, აკაკუნებს რაღაც. მით უმეტეს ახლა აღარაფერს ვამბობ, პატარა ბავშვები რომ გარდაიცვლებიან, ადამიანურად ეს ძალიან დიდი სიმძიმეა. მით უმეტეს აი ვისაც ეგ გამოგიცდიათ და ღმერთმა იმისმეც აღარ გამოგაცდევინოთ, მაგრამ ვისაც ეს გამოგიცდიათ, ხო ძალიან დიდი სიმძიმეა, აი პატარა ნიკოლოზი რომ გარდაიცვალა, ამ ტაძარში მოვდიოდა ხოლმე, მაგრამ სულიერად თუ შევძლებთ, რომ შევხედოთ. აი ბავშვის წესისაგება როგორია, იცით რომ როდესაც დიდის წესისაგება ხდება, იქ ერთი პატარა ლოცვა არის, სადაც თითქოს მიცვალებულის მაგივრად ეკლესია გააჟღერებს მის სათხოვარს და ესეთი სიტყვებია, თქვენ იცით, მე ამაზე არაერთხელ მithქვამს, რომ გუშინო თქვენთან ერთად ვიყავი, თანამედროვე ქართულით ვამბობ, რომ გასაგები იყოს. დღესო ჩემზე სიკვდილმა მოიწიაო, გარდავიცვალეო. და ეხლა მივდივარო პირუთვნელი მსაჯულის წინაშეო, სადაც ყველა ერთად განიკითხებაო. დიდარიც და გლახაკიც, მეფეც და მხედარიც, ღარიბი იქნება თუ მხედარი იქნება, ყველა ერთად არა აქვს იქ მნიშვნელობა, იმიტომ რომ ღმერთის წინაშე არაფერს არ ნიშნავს შენ, ესე იგი მილიონი გქონდა თუ რაღაცა ყველი და პური გქონდა, მარტო სულ ერთია იმისთვის.
რა თანამდებობა ქონდა სულ ერთი ამის გამო ვიღაცა იქ თავზე ხელს არ გადაგისვას. აქ კი შეიძლება ბევრმა გადაგისვას მაგის გამო თავზე ხელი. აი ესეთი მიუკერძოებელი მსაჯულის წინაშე მივდივარო და დაუცხრომელად ევედრეთო ღმერთო ჩემთვის. დაუცხრომელად ცერას ნიშნავს აი დღე და ღამე რო ევედრები ის კი არა რომ ზოგჯერ მღვდელი წესის აგებაზე მივა და ეუბნები რომ აი ეს ლოცა წაიკითხე. იქ ერთმანეთს ეუბნებიან მოდი შენ წაიკითხე, მოდი შენ წაიკითხე, შენ წაიკითხე, შენ და ბოლოს ვიღაცას ინდისი შეაწუხებს და კარგი მოდი, ვიღაცას მე სათვალე უნდა თვალების ტკივა, ვიღაცას ეზარება, ვიღაცა. ოღო ყველა მართალია. ხო და ეგ კი არ არის დაუცხრომელი ლოცა. დაუცხრომელი ლოცა ისაა რომ არა მე წავიკითხავ, მოდი მე წავიკითხავ, შენ წაიკითხე, სამაცი ლოცას. და აი მაგას ითხოვს ჩვენგან. რომ არ წავიდე იქ, სადაც ჩემი ცოდვების გამო ვიმსახურებო, არამედ იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. და ეს არის დასრულის წესის აგების დროს. ეხლა ვნახოთ პატარა ბავშვი რო გარდაიცვლება, იქ რა ხდება ზუსტად აი ამ მონაკვეთში. იქ კი არ გვეუბნეო რომ ჩემთვის დაუცხრომელად ისაქენითო, ილოცეთო. იქ გვეუბნეო რომ ჩემზე ნუ კიტირი ხართო. თქვენი თავები იტირეთო. იმიტომ რომ იმ ბავშვს აქ რაც მოაკლდა ღმერთი მოწყალია და იქ არ დააკლებს მაგას. პირიქით იქ მიმადლებს იმ არადიულ სიხარულს თუ ამ დროებით მოაკლდა. მაგრამ თქვენი თავები იტირეთო, იმიტომ რომ ის უცოდველი წავიდა უმანკო და ჩვენ კიდე 1000 ცოდვითა ვართ დამძიმებული. ხოდა აი ეგ არის მაგიტო ვამბობ რომ შეიძლება ჩვენ ახლა სხვებზე ვლოცულობთ, სხვებს დარდობთ და ჩვენი თავი კიდე ისე გვჩება. ამიტომ აი ვისაც დიდი ხანი არ უთქვამს ახსარება, ან საერთოდ არ უთქვამს ხომ მით უმეტეს. რა ვიცი თვალინდელი დღე ისი როგორ იქნება. სულ ესე იგი მახსენდება ხოლმე, ახლა ცოტა უნდა გაგაცინოთ თან. მაგრამ ეს ძალიან კარგად გამოხატავს იმას, რაზეც მე ვამბობ. ამას უნდა ერთ-ერთ ადგილზე მოვხდი და ერთი კაცი მეკითხება რომ ღმერთმაო ჩვენო როგორც უყარს პურის ჭამა უყარდა იმ კაცს როგორც ჩანს ღმერთმაო ერთი დღე მოგცაო დალევისაო და რომელია ეგ დღეო მე მეკითხება და ახლა დავფიქრდი ნეტა რას გულისხმობს მეთქი თან ისეთი მე მღვდელმა რომ უნდა ვიცოდე რომელიმე დღესასწაულს გულისხმობს თუ რა რომელია მეთქი ახლა მეც აქეთ ვეკით არც თქვენ არ იცითო და არც ჩვენ არ ვიცითო და იმისთვის რომ არ გამოგჩესო ყოველ დღეს სამთო ხოდა თავის ადგილზე ხო კარგი გამოსავალი იყო ეხლა მოდის ეს მიუსადაგოთ ჩვენ ცხოვრებას ჩვენ ვიცით რომ ერთი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ დღეს თუ ადამიანი სწორად გაატარებს ღვთისმოშიშებით, სინანულით, სიყვარულით, ადამიანი აუცილებლად ცხონდება. რომელია ეს დღე? ეს არის გარდაცვალებისა და რომელია გარდაცვალების დღე? არ ვიცით. ამიტომ წმინდა მამები ნახეთ რა საუბრობენ, რადგან არ ვიცით, ყოველი დღე ისე ვიცხოვროთ, რომ ვიცოდეთ, რომ ეს გარდაცვალების დღეა. როგორც ის კაცი, იმ კაცმა იპოვა, იმ კაცს არ წაუკითხავს, არც წმინდა მამები, არც წმინდა წერილი, არაფერი, მაგრამ დაასკვნა, რადგან არ იცის, რო არ გამორჩეს. ხოდა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ხოდა ჩვენ იმ კაცის სიბრძნე უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში თუ ისე წმინდა მამათან. ხოდა ყოველი დღე გაატარო უნდა ისე, რომ იცოდე, რომ იქნება ეს ბოლო დღე. აი დაწექით ასაძინებლად. იქნება ეს ბოლო საღამო და როგორ გაატარებ და როგორ ვატარებთ აი საღამოს აი როგორ ვატარებთ უბრალოდ დავფიქრდით ყველას მოვეფერებით დავემშვიდობებით მერე ლოცვით ვიძინებთ იქაც სახთო რამეზე ვფიქრობთ თუ ჯაჯღანით და ჭხუბით არ დავემშვიდობებით ოჯახის წევრებს თუ მანამდე ქუჩაში სხვა ხალხს და მივდივართ და იქაც რა ვიცი ზოგი რას უყურებს მერე ზოგი რას ესე ჩამოეძინება და აი ხო გააჩნია როგორ იძინებ ადამიანს მერე ახლა დილით როგორ დგები
ადგები და გამოდიხარ სახლიდან. იქნებ ბოლოჯერ ვიკრავ იმ თასმებს ფეხსაცმელზე და ერთხელ ხო ბოლოჯერ შეიკრავ. ხო ეს უეჭველია და ჩვენ ხო არ ვიცით ეს ბოლოს როდის იქნება. ამიტომ აი ყველაფერი ადამიანმა ლოცვით უნდა გააკეთოს და ასე იგი ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან კავშირში უნდა იყოს ყველაფერი. ნებისმიერი საქმე, რასაც დაიწყებს, ისიც ღმერთისადმი ვედრებით ღვთისგან ლოცვა-კურთხევის აღებით უნდა გააკეთოს. თქვას რომ მე კი მინდა ეს საქმე რო გავაკეთო, მაგრამ უფალს უნდა ეს რო გავაკეთო. მე კი რაღაც ჩემი გეგმები მაქვს, რაღაც ხათა შორის ანა მოვიდოდი. რაღაცა პატარა ის იყო მამა თეოდორეს მიდან მოწყენილობაზე ლაპარაკობდა. და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ადამიანი მოწყენილობაში ვარდება, არის რომ რაღაცა გეგმა აქვს დასახული და ის გეგმა თუ იმ დროის ჩარჩოებში არ ჩაჯდა, მერე ადამიანი მოწყენილობაშია და მე უბრალოდ იქ შეწყდა ეს და მე ხო ვფიქრობ, რა კარგი რამე თქვა ესე იგი. ჩვენ კი გვაქვს ეს გეგმა, რომ აქედან აქამდე აი ორშაბათიდან პარასკევამდე რაღაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ კითხოთ ღმერთს, ღმერთო, შენც ეგეთი გეგმა გქონდა, რომ ეს ორშაბათიდან პარასკევამდე უნდა გაკეთებ, იქნებ ტყუილად ვარ მოწყენილი, იქნებ ტყუილად ნერვიულობ. იქნებ ღმერთს უნდოდა რომ პირველი რიცხვიდან 30-მდე გაკეთებულიყო და მე მინდა რომ პირველიდან 5-მდე მოესწროს. და იყოს უფალო ნება შენი, შენ თუ გინდა რომ ამდენ ხანს გაგრძელდეს ეს, გაგრძელდეს. განარა ჩვენ ამ წუთის სოფელში ჩვენი გეგმების შესასრულებლად მოვედით. ჩვენ ღმერთმა მოგვიყვანა და ყველას რაღაცა მისია დააკისრა და უნდა ვკითხოთ უფალო, მე რას მავალებ, მე რა უნდა გავაკეთო. აი გარი ყველაზე მთავარი რომ ადამიანმა გამოიძიოს ნება ღვთისა, რომ აღასრულოს იგი. აი ძალიან მნიშვნელოვანი. და ესე ღმერთზე მინდობით და ყოველდღიურად სიკვდილის ხსოვნით თუ ადამიანი იცხოვრებს, ბევრ ცოდვას აერიდება და იმედიანად იქნება. როგორ ამბობს ისუს ირაკი, ეს ძელათქმაშია, ბრძენი ისუს ირაკი ასეთ რამეს ამბობს. ყოველ შენ საქმეში შენი აღსასრული გაიხსენი და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას. აი მიდიხარ რაღაც უნდა ვალი აქვს ვიღაცას და უნდა გამოვართო. როგორ მიდიხარ? რა სიტყვებს აგროვებ გზაში რო უთხრან. და გაიხსენე რომ მოკვდავი ხარ. ეს ცნობილი გამოთქმა როა, memento mori. მხედართავარი რო ბრუნდებოდა გამარჯვებული. ვიღაცას დავალებული ჰქონდა რომ უკნიდან მოყოლოდა და შეეხსენებინა რომ მოკვდავი ხარ. რომ აი ქალაქში ბრუნდება გამარჯვებული მხედართავარი რომ და თავი რო რამეთ არ მიეჩნია, უკან ვიღაცას ეს დავალებული ჰქონდა, ეს წესი იყო ასეთ. უკან და მოყოლოდა და ეთქვა რომ შეეხსენებინა რომ შენ მოკვდავი ხარ. აი ეს ჩამოყალიბდა მე ამ ერთფრთიან გამოთქმაში memento mori რომ გახსოვდეს სიკვდილი და აი ეს არის, ეს უნდა გახსოვდეს, რაც არ უნდა გააკეთო, რასაც არ უნდა აპირებდე, ეს თუ გახსოვს, ბევრი რამისგან დაცული იქნება. აღარც ბევრ რაღაცაზე აღარ ინერვიულებ, იმიტომ რომ იცი რომ ისიც დროებითია. მოციქული როგორ ამბობს, სახლის მაშენებელიო ისე აშენებდეს, რომ არ ფიქრობდეს, რომ შიგშევა და იცხოვრებს. მაგრამ ისთვის უნდა აშენებდეს. რადგან ღვთისგან დაევალა უნდა ააშენოს. მაგრამ იქნებ რამდენჯერ ყოფილა პაპა იწყებდა ტაძრის შენებას და შვილი ამთავრებდა. დღეს ჩვენ გვეჩქარება არიქა უნდა მოესწროს და იქნებ ღმერთს ეგრე არ უნდა. და მე ნერვიულობთ, მაგაზე ვამბობ, აი როგორ ვერ გავაკეთეთ, ვერ მოვასწარეთ. და იქნებ ღმერთს ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ შენ სულაც არ უნდა მოგესწრო და შენ შვილს უნდა მოესწრო, ან იმის შვილს უნდა მოესწრო, ვინც. შენ რომ ზედმეტ რაღაცებზე ნერვიულობა კი არ არის, არამედ აი გარდაცვალებაზე ფიქრია, რომ ღვთის წინაშე წარდგომაზე ფიქრია მთავარი. ღმერთმა შეიწიროს თქვენი ლოცვა და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და გახარებულები იყავით. საღამოს 4 საათზე დაიწყება სადღესასწაულო ლოცვა.